მოგესალმებით ჩემი ჩემპიონი გამწერება დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი. მოკლედ ახლა ამ ვიდეოში ერთ-ერთი ის არის რომ რამდენიმე ლაივი იყო იმაზე სროევალზე. Minecraft სროევალზე იყო რამდენიმე ლაივი. ამ ლაივების მთავარი რაც ანუ ლაივებზე გავაკეთე იმ ყველაფერს გაჩვენებთ ეტაპობრივად. ხო, ახლა კიდევ ერთ რაღაც ვაშენებ. და ამ ვიდეოშიც დავამთავრებ გარკვეულ ნაგებობას. ხო, პრინციპში ვინც ლაივებს უყურა უკვე ეცოდინება რა იმაკ აკეთებულ ლაივში და ძალიან მალე ძალიან ბევრ რაღაცას მევშვები. ახლა ძალიან ბევრ სახლს ვაშენებ და ის დასახლება რომელზეც ადრე ვისაუბრე ძალიან მალე გაიზრდება და ძალიან ბევრი საინტერესო და ლამაზი სახლით და ნაგებობით ვიქნებით, მაგრამ ცოტა ხანი უნდა მოიცადოთ და მაგას მე ცალკე ვიდეოში დაგათვალიერებინებთ. ხო, ახლა ცოტა წავუძინო და შემდგომ როცა გათენდება მაშინვე გაჩვენებთ ყველაფერს ნელ-ნელა დაგათვალიერებინებთ. კარგი, ახლა გავაგრძელოთ. ესე იგი, შევაგროვე ბევრი მიწა, იმიტომ რომ ვაშენებდი სახლს და დამჭირდა რაღაცები გავასწორე მოკლედ ფერმის აშენების პროცესში, აი ნახეთ თქვენ 2-3 სტაკი მიწა მაქვს. ხო, ახლა ესე იგი, პირველ რიგში სპაუნერი გავაკეთე ლაივზე. ლაივზე ასევე გავაკეთე ნივთების შესანახი ადგილი, ანუ ხო. გავაკეთე ქვის გენერატორი, ეგეც ლაივზე გავაკეთე. ასევე რკინის გენერატორი გავაკეთე, მაგრამ რატომღაც არ მუშაობს და რკინის გენერატორს მე გადავაკეთებ და შევცვლი. და დანარჩენსაც გაჩვენებთ ეტაპობრივად, მაგრამ ახლა რახან მიწები მაქვს, მოდი მასაც შევასწორებ. რომ ის იყოს რა. თუ რაღაცა ლამაზად ვერ გამოიყურება და ესეც გასასწორებელია. ხო, კიდევ გადავწყვიტე რომ ცოტა მეტი მრავალფეროვნება რო შევძინო, რა ქვია, ვიდეოებს და ზოგადად არხს, ნიფერგებს არხს მოკლედ რო შევძინო, ცოტა მეტი უკეთესი იქნება რა, მეტი მრავალფეროვნებისთვის. გადავწყვიტე რომ მრავალფეროვანი თამაშებიც ყოფილიყო რა, თამაშები რომლებიც მაგალითად mobile gaming-ი, მაგრამ საქართველოში არის რო არ აქვს გადაღებული ეგეთი თამაშები რა, მაგრამ გული ვერ დავუდე რა მაგ თამაშებს. ანუ ისეთ თამაშები არსებობს, რომლებიც mobile gaming-ში არის ცნობილი უცხოეთში, მაგრამ ჩვენთან არა მაინც და მაინც რა. იმიტომ რომ ჩვენთან ხო იცით ახლა როგორი ხალხია თვითონ დიდად ეგეთ ტაქტიკურ თამაშებსაც ბევრი არ თამაშობს და უმეტესად შუთერებია. მათ მაგაროჩე რა. ხო, აქ სკივრებში ეს არის ნივთები, რომელსაც არ ვიღებ, უბრალოდ ყრიან ისინი. აქეთ ეს მოვკვათ, იქ მე ის ვიზარდი უნდა მოვკვათ, ეს ბობაცნი როის მიშლის, კაროჩე, გადამტერებულისა რა სასტავი. ხო, ისე დამატებით კიდე გარკვეული რამდენიმე მუსიკა შევქმნის ხოთში იმისთვის, რომ დავადო ვიდეოებს და ვფიქრობ აი ეგ მუსიკებიც რომ ნახოთ მე კარგი იქნება, მაგრამ ნახოთ რა. ხო, კიდევ ახლა უკვე არბალეთს ვიყენებ ფშვილდის მაგივრად, იმიტომ რომ ამ კრიპერებს აი უყვარ ვარ რა, რასაც ქვია. ყოველთვის ჩემთან მოდიან მაინც და მაინც. ხო და აქ როგორი ისაა შეხედეთ ახლა არბალეტი რატომ მაძლევს გარკვეულ პირადობას რა, არბალეტის გადატენვისასაც და იმისასაც რა ქვია სროლის დროს ფარის გამოყენება მაინც შემიძლია რა, შემიძლია თან ვისროდო, თან ფარი აფარებული მქონდეს და დაცულიც ვიყო და ფშვილდისას ეგ არ შეგიძლია, ფშვილდს რო იყერებ ფარს ვეღარ გამოიყერებ მაგ მომენტში რა. ამიტომ სროლის გამო ჯობია რომ ასე იყოს და უბრალოდ ის ხნა რა. ხო, რა შეეხება მას ამ დენკრეპერი მოდის და ფეთქდება, მე ამ ყველაფერს გასწორება მიწევს. მიწა კი მაქვს ახლა, მაგრამ ესეც მალე აღარ მექნება ამდენი. კიდე რაღაცა ისინი მჭირდება. ბევრი ნივთი მაქვს გადასატანია ახლა შენობაში, რომელსაც მალე გაჩვენებ შიგნიდან. და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა რა. კიდევ არ ვიცი ნახეთ თუ არ, მაგრამ ამას ეს ვიდეოს დავდე. უცებ მოგებაზე ხმა არ დამიდი არაფერი, უბრალოდ გადავიღე და დავდე, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად მოვიგეთ, რომ რავი, ძალიან მარტივი ის იყო. კაი. კიდევ ვისაც უნდა online mafia შემიძლია ვითამაშო და online mafia გადავიღო. რაიდიაც პრინციპში ცოტა მომწონს და ცოტა არც მომწონს რაღაც თავის პანჩი.
თუმცა საღამოს საათებში აი ხვალ მაგალითად საღამოს საათებში კაი ლაივი გამო მაგისა ოპა ესენი და გამოვიტყუ მოდი ცოტაც რა თქმა უნდა გოლემი არ მოკლავს მე უნდა დავხოც ორივე და დახოცენ ერთმანეთი აბა რა აუ ხამის გასწორებას მე მომიწევს აი არბალეტი ნახე ფანფარი და თან ვისროლე გადატენვასაც ცოტა დრო ჭირდება პრინციპში. თან დიდონის ვერ მახვედრებს მიზანს. თვალები არ აქვს. პრუკი. კარგი, აქა ზომბი, მაიცა ჯერს დავკეთო, ახლა ესეც მოკვდა. აიგა. ხო ეს ალმასის ხმალიც კარჩეი, ჩემ Minecraft-ს ლაივებს უნდა უყუროთ, რომ გაიგოთ ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად ვიდეო დიდი ხანი აღარ დამინდა, იმიტომ რომ ვიდეოს ჭირდება ბევრად მეტი წვალება ვიდრე სტრიმს რა. ლაივი შეიძლება 1-2 საათიანი გავუშვა და ბევრად კომფორტულად ვიყო ვიდრე ვიდეოს იმაზე, იმიტომ რომ ვიდეოს რო აედიტებ იქ უკვე ბევრი სხვა რაღაცაა რა. იმიტომ რომ მაგალითად პირდაპირ ანუ გადაიღო და დადო არ გამოდის უკვე ხარისხია იქ ბევრი რაღაცაზე გიწევს წვალება და ყველაზე რთული რეალურად ეგ არა, ყველაზე რთული არის რომ აი რაღაცა რო გაფიქრდება აი საკუთარ ვიდეოს რო უყურებ, შეიძლება ბევრჯერ მოგიწევს ყველა საკუთარი ვიდეოსი რა, რომ გაიგო სად რა ჩასვა, რა როგორ ისქნა შეცვალო, რა ამოჭრა, რა აჩქარო, სად დაადო მუსიკა, მოკლედ ბევრი რაღაცაა რა. ხო და რახან ესე ადვილი არა, მირჩენია რომ ლაივები გავუშვა უბრალოდ რა. და ბევრად ადვილიცაა, მაგრამ რომ დავფიქრდი დიდი ხანი ვიდეო აღარ დამიდია. ან თუ ვდებდი უხმო ვიდეოებს ვდებდი, სადაც ჩემი ხმაც არის მონდა დიდად და ბარემ ახლა გამომიშთა თავისუფალი დრო და ამას იმას ვიზავ რა. ბარემ გადავიღებ ვცებ. ეხა ესენი ჩავსვა რომ ის ქნა ადგილები, მოვნიშნო ყველაფერი. აიცა აი ასე. ეს ზომბის ხორცი საერთოდ გადასაგდებია. მაგრამ აქ იყოს რა, ცხოვრები მაგათ ხორცს თალკე იმას ვსვამ, თორე უყრი და რა ხეი მაგით. ეხა ეს ცოტა რომ გალამაზდეს უფრო ასე ჩავსვამ. სკელეტონ მაგაროჩე. ნერვებს მიშლის რა. ამათზე უარესი მე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს. მოდი ახლა ცოტა აჩქარებულ რეჟიმში გაჩვენებთ ყველაფერს რა. იმიტომ რომ ახლა უბრალოდ გადასახურე ეს ადგილი აქ ბევრი სასაუბრო არაფერი არა. Yeah. Smoking on it. Yeah, you are senza biti rato amirci e me ara war mai kida mai skinda dai kide. You are ota with some clear territory mai kito hoda sado in the migire. Mere gawa ke to dakhali archewani final si shami dodi mara rokno we raurchie. Kulti gaksari melode mama droid zero me was a big khwate bisheni ne bit gaiti etan. Khoi zero vomad. Armin daro gajo sakmari si promak. Sky rashi chapere ara visuna khoses khodet gada warti shin ganda gakse moska da dekida equire ta guinari bani. Rondo winari bani. Shetraktoristo shevito with cartore vero al miknebi mo khanis pinali. Chakaresha pinali da piu pitu kinda mode kiliki dom kitso da guinari namduli batam sidan da bichi da piari sto loze gada giare da chakratana ziari da giari. Trono da tovo es adgili iwa. YouTuberi role bas minagos slogana divam fuero alande niwa. Zantes likhare betlove dahas. Ara se guita hamal kakajao sendanes mogi joshe chamdun gamatan. Ramadan saru war mingaro chamo pinalam de magram rola mega do grau. Mere desetat mi vatan nikisan moses. Batum shisha vurche bozem. Jerui pomi qolazde moxerxebuli xweli sadekneba shevasxan flowebs. Gazarde მასშტაბები, მაგრამ შენ რა უნდა იკისრო? მე იმ პროექტის დედას შევეცი, სადაც ფავორიტი იქნება ნიკი სლოუ. OMC ვინი მოტანი ვოიცი შენი დრო მიდის ბრო. თუ რამე მოგინდა ბენზე მოდი გიორგი სლოევი ვინ ჩემი ნიკი სლოუ. პროექტი ვარ ჩემი ნები ტრევის ერთანო დაგებიწები რომ მევიგნები ტიპი რომ საწადო დარეკნება ჯებინები ვაკიდი ხარ მე კიდე დაგდები რომ ყოველთვის მეკიდები. აქ გუბებში არ მინდა რომ გავატარო ჩემი გები ვაფშე არ მინდა რომ გაჯვაკებიცები. მაგრამ რა უკნა ივა მიწევს გირწევს აკვანს ბანი და იმახსოვრე პირველი წები on a first try ტექნიკური როგორც Tech 9 crowd control-ის გაკვეთილებზე ახალი ემსები ჩემთან say what on a first try ტექნიკური როგორც Tech 9 კარგი მოკლედ ახლა ესე იგი რა ხდება რა საბოლოო ჯამში დავასრულე ეხა უნდა მივიდე გათენდეს კიდე ცხრების და იმის ფერმას გაჩვენებთ და მოკლედ ყველაფერი ეტაპობრივად უკვე უნდა ისქნა, მაგრამ აქ ესე იგი დასალაგები მაქვს ესეც რა. ანუ ბევრი ნივთია, რომელიც გადმოსატანი მაქვს.
ამ სკივრებში, რომლებიც მაქვს იქით სახლში რა, იქ მაქვს სკივრებში და კარჩე მე ზარი გადმოტანა, ვერცეთ ლაივზე ვერ გადმოვიტანე, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ და მაგ საქმეს ალბათ შემდეგ ვიდეოში ნახავთ. თურები გავაკეთე რა დეტალებში რა, სტრიმ გარეთაც ბევრი რაღაც გავაკეთე. რასაც მალე ნახავთ რა. ამ ვიდეოში უბრალოდ რამდენიმე რაღაც მაქვს ნახავი. სტრიმზე ძალიან ხშირი ბრძოლები მქონდა ერთ-ერთ ტერიტორიაზე და იქაც უნდა მივიდე და ვნახო. ის ბრძოლები საბოლოოდ მორჩა, მაგრამ ძალიან ბევრი რეიდერია იქ და დარჩენილი და 1-2 შეიძლება კიდე მოვკლა. ეხლა უბრალოდ ესენი უნდა ჩავსვა. რომ ის ქონა რა. საბოლოო ჯამში ნივთები ვიცოდე რა სად ჩალაგდება. ხო, მოკლედ ესეც всё გათენდა. აუსკელეტონი მაგაროჩე რა. ესენ ცალკე ის არიან შარი. თან წვიმაც არაა, ყველაფერი დალაგებულია წესით და რიგით. თან ახლა ტროპიკულ სარტყელში ვართ და წესი დაგწვიმა ისედაც არ უნდა იყოს. კაი. ახლა ნუ ეს წესი უკვე ნახე გაქვთ, მაგრამ აი აქ ჩამოდიან ისინი. და ხო ხდებით რა ზომბები და ხოცავთ და ლეველები მემატება რა. მაგრამ რაღაცა ისიც არის პრობლემიც. ეხლა ეს უნდა მოვავსო, ესე იგი. აუ რა, აქ კაროჩი კრიპერებმა რომ მაწვალეს, ეგრე მე მგონია რომ ეს არ უწვალდება. მთელ მაინკრაფტში ყველაზე მეტად ნერვებს ესენი მიშლია. ენდერ დრაკონს უკლავდა, ეგრე მიშლის ნერვებს იმდენად რასაც ეს. და სხვა ენდერ დრაკონს მოკლავს ვაპირებ ლაივზე. სტრიმზე მექნება მისი მოკლა. ალბათ რა, ვიდეო და რა მგონია გადავიღო, მაგრამ როცა ლაივს მოვშებ, შეიძლება ლაივი მერე ვაქციო ვიდეოდ. ნახოთ რა, ლაივიდან მნიშვნელოვან მომენტებს ამოვიღებ და ვიდეოდ გადავაქცევ. შეიძლება ესეც გავაკეთო რა იცი. კაი. იქ ქვები აღარ მეყო, ამიტომ ქვებს აქედან ავიღებ. მიწაც მაქვს პრინციპში და აქ ქვები საერთოდ ნახეთ რამდენი მაქვს და კიდე რამდენი ქვის გენერატორში მაქვს და უბრალოდ გადმომიტანია. აუ, კაროჩე რა. რამდენი რაღაცაა და თან რისთვის. ეს ამოვასო უცებ. ანუ გეთხოვთ ქვით რატო ვავსებ. უბრალოდ ასე ასაჭირო და მორჩა. ეხლა წავედით. ესე იგი, რაღაცები უნდა გაჩვენოთ. სხვაშიც აი ამ ადგილას ხა მთის ზემოთ მწვერვალზეც მინდა რომ რაღაცა ავაშენო რა, რაღაცა მაგარი სახლი შეიძლება ავაშენო რამე. მაგას მოვიფიქრებ. ამ ადგილას რა აშენდება. ხო. მე მგონია რავი, ყველაფერი კარგათაა, დიდი კედლებია, აქ ესეც შენობა და ხო. მე მგონია რავი, ყველაფერი დალაგებულია. და რავი, მე მგონი დიდი პრობლემა ჯეჯებთ არა, მაგრამ ეხა ეს აქ უნდა ჩავდო. რომ პრობლემებიც ნაკლები იყოს. და განათება კიდე საჭირო რა, ცოტა მეტად უნდა გავანათო ვატყობ. კარგი, ნუ ახლა всё ყველაფერი გადავანაწილე, თითოეული შესაბამის კურსში ჩავდე, თითოეული ნივთი, რომ ეგეთი რაღაცები არ იყოს რა, დიდად პრობლემები რომ არ შეიქმნას და რაღაცები, ასე ჯობია რა. ხო, ნუ ფიქრობ ყველაფერი უკვე გასაგები. ყველაფერი უნდა იყოს ესე გადანაწილებული, რომ მე არ ვეძებო რომელიც კურსში რადევს. იმიტომ რომ სახში იქ რომ მიწვია სკივრები, იმაში მაინც მიწევდა ძებნა. აქ უფრო კარგათაა. ეს მიწა კიდე რამდენი ხნია ასე სტრიმები იმენა, ესე იდგა. მეორე თუ მესამე ლაივზე დავდე ეს ორი მიწა აქ სკალდონისგან დასაცავად და ხო, აი ეს კიდე ცხოვრების ფერმა მაქვს აქეთ და რაღაც გოლემია. ხო, ამაც ერკინა ჭირდება. მაგრამ ცხოვრების დასახოცია. კაი, ერკინას მოვიტან უცებ რა პრობლემაა. აჰა, მაინც ახლა უნდა შევიდე სხვა გზა რა, როგორც ჩანს. აჰა, ზეგა. დანჩერკინას შევიტან, ერთი რიგენ დარჩა ისეც, მაგრამ აჰა. საერთოდ უკვე ფრთხილად რო არ გამოვიდნენ არც ერთი, всё მივაკეთე. მე ძროხის და ცხოვრების ფერმა მაქვს რა, ჯერჯერობით და მე ვნახოთ კათამის ფერმა შეიძლება გავაკეთო. დრო გვიჩვენებს მაგას. აჰა. ძო, ეხა ეს იმისთვისაა, რომ რკინების ის უნდა გამოვყო რა, რატომღაც ოქრო დარკინა მიწვე ერთ კივრში რა. და ახლა კარჩე ოქრო ცალკე უნდა ის ქონა, დარკინა ცალკე, უნდა გამოვყო ერთმანეთისგან. ერთად იმიტომ რომ
ორივე რესურსული ის იყო და ალბათ ვეღარ მოასწარი, აღარ მახსოვს ერთი ეგეც ლაივზე გავაკეთე. მასე გადავინახე. იმ ლაივზე სახურავი არ მქონდა დასრული, ეგეც აქ დავასრულე. ხო, ვანვითარებ რა ჯერჯერობით ყველაფერს და ვნახოთ მერე. თან არ მინდა რომ მარტო ვითამაშო დიდი ხანი ეს თამაში. ანუ ზოგადად Minecraft-ის მთელი მუღამი რა არის გამოც დავიწყე იყო მეგობართან ერთად თამაში. მეგობართან ერთად აი Minecraft-ს აქ ვაფშე სხვა გემო, ვაფშე სხვა მოვხდი. და საერთოდ ახლა რაც ხედავთ ამაზე 10-ამდენი მექნებოდა გაკეთებული და ალბათ ბევრი უკეთესი რაღაცა მექნებოდა გაკეთებული მეგობართან ერთად რო თამაშობდი რა. მაგრამ ნუ აი მარტო მიწევს ყველაფერს გაკეთება და ძალიან ცუდია ეს რა. ვინმე რომ მეხმარებოდეს, ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ რა არის. სას ვიზავთ ასე ხდება ხოლმე ხა ესენი შევაჯვარო, გავამრავლო, მე ვიღაცები და დავხოცო, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ ვაპირებ ამათ დახოცვას. ჯერ გამრავლდნენ და ბოლოს დავხოცავ. აი როცა ძალიან ბევრი იქნებიან და უკვე აღარ დაეტევიან. What Morgan Harragan hip hop shisha ყველაზე დიდი მზე ხარ Yeah დაჟე ჯობი ხარ ვის მე არ ვერ თობიაკ ვის მენ ვინას ბაზრობ ჩემზე ვისა დეწვის მოვალ მალა მოსაგის მე ვაშუშებ კივილს მუშა ბიჭი ხარ იცი დამებული ხარ შუშანიკი ბასრია ეს ჩემი შუშანიკი and sing this shit on a first try ტექნიკური როგორც Tech 9 crowd control-ის გაკვეთილებზე ახალი ემსები ჩემთან say what on a first try ტექნიკური როგორც Tech 9 What Morgan Harragan hip hop shisha ყველაზე დიდი მზე ხარ Yeah ის ეს ვიდეო თავდაპირველი ეს ვიდეო გამოვიდა მოკლედ 40 წუთიანი და მონტაჟში სავარაუდოდ ძალიან შემცირდება. მინიმუმ ალბათ 9 საათამდე დავიყვარავი. მეტი არ ვიცი რა ნახოთ რა მნიშვნელოვანი მომენტებს დავტოვებ და დანარჩენი რა ახოთ. ხო, ნუ რაც ისეთი აღნიშნულოვანია, მაგრამ მაინც შესამცირებელი რომ მოვიდო, მაგას იმასო. ავაჩქარებ უბრალოდ. ხო. კიდევ რაც აქეთ ლაივზე რაღაც ბევრი რაღაც გავაკეთე, ის ახლა გაკეთებულია კიდე აქეთ მხარეს. აქ ჩაიდგმება რაღაც გრანდიოზული სახლი, აქეთ მაღაროა სხვა შორის და ეს კიდე ისეთი არაფერი, მათ რაღაც პატარა გეგმა მოხდა შეიძლება ჩავთხარო. ხო და ნუ აი ამ ტერიტორიაზე ეს არის მოვასუფთავე იმისთვის რა, მიწის ისინი ავიღე და აი ამ ადგილას რაღაცა მაგარი აშენდება, რასაც მალე ნახავთ რა. ძალიან მალე ამასაც ნახავთ თუ აქ რა აშენდება. ხო, ნუ აი აქ ესეც დავამაგრო, ბევრგან დავამაგრე უკვე, რომ მე შევინახო რა. ამას დასაკროთად იმდენი დრო დამჭირდა. ეხლა გაჩვენებთ ჩემს ქვის გენერატორს და სხვა შორის ძალიან ბევრი ქვა მაქვს იქ, რომელსაც არ ვიღებ. რავია, მეზარება ალბათ გადმოტანა. ვერ გეტყვით. კაი. მოკლედ ეხლა მანდაც მივიდეთ. სამწუხაროდ თორკინს გენერატორი არ გამოვიდა. ხო და მაგას არ გაჩვენებთ. ლაივს თუ უყურებთ, მე შეიძლება ნახოთ, მაგრამ ვიდეოში ასე არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ გამოსასწორებელი მაქვს რაღაცა პატარა ისე ახარავეზე. მაგრამ შეკეთდება აუცილებლად. ხო, ნუ აი აქ ეს ქვის გენერატორი. ნაწილი შუშით, ნაწილი ქვით აგეკეთებული და ესე ლამაზად მოთხრი. ქვემოთ არის ტრეპტორი და ისა და აქ ესე მოკლედ ძალიან ბევრი ქვა დაგროვდა რა. და ესეც ლაივზე ისა გაკეთებულია. ანუ ასევე ლაივს ვინც უყურა, რეიდერებთან ბრძოლა მქონდა, ანუ რეიდი იყო აქ და რეიდი რახან იყო, კედლები მაქვს აგებული და გარეთ მოდიოდნენ რა და აქ შედგა მთელი ბრძოლა და აქ კონსტრუქციებს გარეთ რასაც ხედავთ აი ამ ხის კონსტრუქციებს ეს ყველაფერი არის გაკეთებული აი ეს ხის კონსტრუქციები არის მაგისტვის რა ბრძოლისას გაკეთებული კონსტრუქციები ზემოთ ასვლა დამჭირდა ბიზონებთან ბრძოლა და მოკლედ ბევრი რაღაცა იყო მოკლედ იყო ძალიან რთული რეიდი მაგაზე ლაივია გაკეთებული და იმ ლაივის ყურჯობია სხვა შეს ვიდეოში ვიფიქრე მეთქი ედიტისას ჩავსვავ ლაივი და რაღაც მომენტებს თუმცა გადავიფიქრე იმიტომ რომ ეგ მომენტები რომ ჩავსვავ მე ლაივის ყურება დიდად აღარ მოგინდებათ ამიტომ უყურეთ იმ ლაივს და ნახავთ მაგასაც მთელი ლაივისაც მაგ ბრძოლაზეა ხო ნუ კიდევ ნეზერში მაქვს ასევე ლაივში ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთებული მაგრამ ნუ ნეზერის საკითხი უკვე ცალკეა და მაგას სხვა დროს განვიხილავთ უფრო ისე ხო, ნუ აქეთ ხარის ახლა მივიდვართ იმისთვის რომ ნახოთ ადგილი, სადაც ასევე ლაივზე მქონდა ბრძოლები, თან რამდენიმე ლაივზე მომიწია მანდ მისვლა, იმიტომ რომ ერთ ლაივზე ვერ მოვახერხე მაგათი დაცვის გარღვევა. ახლა უკვე იშლება ეგ ადგილი, მაგრამ მანამდე კიდევ რაღაცებს განახებთ. აქ ვიც არ უყურა ლაივებს, ასევე სახლებიც ავაშენე, რაღაც გარკვეული სახლები ავაშენე, ხო და
მაგასაც მოგეთ ნახავთ. ეხლა უბრალოდ მანამდე სხვაგან ვარ მსასვლელი იმ ადგილას. და მე აქაც გაჩვენებთ აი ეს სახლები, აი 5 სახლი დგას აქეთ. აქ არის კიდე დიდი სახლი, რომელსაც ახლა შევალდა გაჩვენებთ. აჰა. მოგეთ ამ დიდ სახლში კიდე ჯერ არაფერი არაა გაკეთებული, მაგრამ ნუ კაი სახლი გამომივიდა რა, მე თუ მგეთხოვ. და ამაზე ბევრად ლამაზი სახლების აშენებაც იგეგმება და ალბათ შემდეგ სტრიმზე ეგ საქმე მოგვარდება რა. ალბათ ამ ვიდეოს რო დავდებ მაგ დღეს შეიძლება კიდე ერთი სტრიმი იყოს. მაგრამ ან Mountain Blade-ის იქნება, ან იმის საერთოდ Blood Europe-ის იქნება, ან Minecraft-საც შეიძლება იყოს, მაგრამ Minecraft-ის რო იყოს ნახე არ მინდა რომ Minecraft-ის სტრიმი ახლა კიდე გავუშვა, რომ მირჩევნე ვიდეოებად გავაკეთო რა. იმიტომ რომ თვითონ რომ ვუყურებ Minecraft-ის სტრიმებს, დიდად არ მიყვარს ვიდეოების ყურება, მიყვარს, მაგრამ სტრიმების არა. ამიტომ ამაზეც ვიფიქრე რა. ამ ადგილსაც შენდება რაღაცები, მაგალითად შენებლობების ძალიან ბევრი გაგმოხდა. აქ ვაშენებდი თავიდან ლაივზე დასახლებას რა. მაგრამ მე გავჩერდი. ანუ ვაპირებდი რომ პატარა სახლები გამეკეთებინა და ბევრი. და ასე დავიწყე, რომ მე ის დიდი სახლი ავაშენე. იმიტომ რომ რა ქვია, რატომღაც მაყურებლებმა ეგრე მოითხოვა რა, ააშენეთ სახლიო. რაღაც დიდი სახლი და რაღაცა ის გამოვიდა და მე ვიფიქრე მეთქი პატარა სახლები გავაგრძელო გარშემო, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი მშენებლობა იგეგმება რა და მაგას ეტაპობრივად მე სხვა დროს გაჩვენებთ თუ რა როგორა. ხო, აი ეს არის კიდე ციხესიმაგრე, რომელიც გზა გასაყარზეა და ამას ბარემ გავაყებ, იმიტომ რომ ესენი გამოვიდნენ. თორე აი უკვე ძალიან ისაა რა. როარ გამოსულიყო პროსტა არ გამოდიოდა. რამდენჯერ ეს ადგილი არის, რამდენჯერ ნახე, ეს სუდაკეტილი იყო, აქ არის გოლემები, რომელსაც ვერ გამოუშვებ ახლა. და ეს არის სხვა შორის ძალიან ტაქტიკური ადგილი რა, რაღაცა მშვილდით სასრულად და რაღაცეებისთვის. აქაც მოვედით. ეს არის ადგილი, სადაც უამრავი ბრძოლა მოხდა სხვადასხვა ლაივზე. და ანუ აქ არის კოშკურები, რომელზეც ხალხი ვინც იყო უკვე დავხოცე, კარგი ახლა ისინი პირველივე ლაივზე ეგენ ჩამოხსენ მშვილდით. მე აქ ნუ რაღაც შენობები ვაშენე ბიზონთან საბრძოლველად და ბევრი რაღაცა იყო მოკლედ რა. 1000-ნაირი რაღაცები გავაკეთე, რომ ესენი გაკეთებულიყო. აი აქ იყო სახლი, აი ეს სახლი, რომელსაც თქვენ ხედავთ, დილეგი იყო და აქ იყო დამწყდეული გარუჩი რა. ერთ-ერთი განსხვავება ეს მივიღე ახლა. ეს ტოტემი ატმოს ლაივზეს რო გავხსენე, მოკლედ აქ იყო ტიპი ჩაგეტილი რა, რომელიც გავათავისუფლე. და იცავდა რეიდერების არმია, ბიზონი, მათი ჯადოქარი, მოკლედ უამრავი ვიღაცა იცავდა. და რაც გამოუშვე, იმის მერე ეს რეიდერები მიდიან როგორც ხედავთ. და საერთოდ სხვაგან მიდიან. ანუ აღარ ჩერდებიან ამ ადგილას და სამ გავათავისუფლებდი, აი მაგ ადგილის გარშემო ტრიალებდნენ, მაგ სახლის გარშემო. ტრიალებდნენ, იქ იცავდნენ და აი იმდენი ვიღაცა გამოვიტყვე და დავხოცე, რომ ეგ სახლი მენახა შიგნით რა არის და რას იცავდნენ. აი ვერ წარმოიდგენთ მაგისთვის რამდენი რაღაც გავაკეთე. მაგრამ ჰა რა თქინდა. საბოლოო ჯამში ნახე და ისეთი არც არაფერი არ იდო. ვერანაირი ხერი მაგით ვერ ვნახე. და ეგა ყველა ცუდი მაგით ვერანაირი ხერი ვერ ვნახე და იმდენი სტრიმი შევალე ერთადერთი ეს ემერალდები, ტოტეები და რაღაცები აუხიკე რა, მაგრამ ეგ ისეთი არაფერი ხერი არ გამოდგა. და ეხლა ესენი ყოველთ ჩასახოცები არიან რა, მე თუ მკითხავ, მაგრამ მარტო ერთი ამდენ კაცთან ბრძოლა ცოტა დასაზარია. Everybody watching PvP, put your motherfucking hands up and follow me. Everybody watching PvP, put your hands up. Young, იმის დადგენას არის თუ არა პელე, სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP. თანაც ეგრევე წოდებაზე რო შევეხე მისი ბაშკაცობა და ბასაფლაბე მოვიკელეხე, ფეხბურთელის სახელის თამაშიმა, ამ მოედანზე ჯიგარი ფურთივით აიკენწლება. მეტი რა ვუთხრა მფეთხუმ პელეს, YouTube ლიგაც კი ვერ გააფეხბურთელებს. სანამ დავდეთ off season როგორც J Cole, გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა რემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება. თავის ლიგას აკეთებდა თან სადეკნებოდა დროაბა, თუმცა ექვსი თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა. ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი, თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ. ბეთლზე უარი თქვა, მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები, პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები. თავის მართლებებში იმალები, მაგრამ ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე დაეთანხმა. არა story fella, fake storyteller, სახელად გელა გაძანრებელა, მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა, ეს სამშევკარი ბანკი რამ გარეპერა. ქართულებთან უკვე დიდი ხანი მაგ მოხდილი ბალი, სანამ მიდო გვამი ეს მე აბა შენე კიდობანი. შენ რა ქენი თავი რო გონია გოუთი,
მორჩა flow-ი მნიშვნელოვანი ვერაფერი ბერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ლებზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეყავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშებ ტრაქს რა ქვია მას ვის მზად არის ბეწლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაირჩეს всё რამდენი ბრძოლები სკელეტონმა კიდე ერთმანეთს დაცხეს всё წაუძინოთ ახლა და ეგ არის რა ვაიმე რამდენი რაღაცა ხდება რამდენი ესე იგი ამდენი ბრძოლა ეხლა მაინც ახლა დაახოცვა თვითონ დაიხოცავენ თავს ახლა მზეა ეგ არაა პრობლემა всё ეგეც მომთავრდა ეხლა კიდე მაქვს რაღაცები სანახავი მაგრამ ნუ ეგ ეტაპობრივად ოპა ოღონდ ეხლა ეს არა ესეც მივაკლა ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ всё ეგ არის რა აქაც რაღაც ასე შემიძლია საერთოდ ეს მთა მოვჭერი იმისთვის რომ ის გამეკეთებინა კოშკი დიდი მაგრამ ნუ მე ეგეც გადავიფიქრე რა ახლა კი გემშვიდობები ჩემპიონო გამომწერებაო დაუბრუნდები ახალი ვიდეოთი ან ლაივით ნახოთ ადევნეთ თვალი ჩემს YouTube-ს და გაიგებთ მალე ახალ სიახლეებს ძალიან ბევრს სხვათა შორის იმასაც გეტყვით რომ 200 გამომწერზე იქნება გრანდიოზული გათამაშება რომელსაც უნდა ელოდოთ ძალიან მალე ახლა კი ნახვამდის